დილამშვიდობისა. Ყველას მოგესალმებით Staten Island-დან. ვინც პირველად უყურებს, ანაპირებს რომ უყუროს ამ ვიდეოს, Staten Island-ი არის ნიუ-იორკის შტატი. დილის 6 საათი. ცოტა უფრო გვიანი. ახლა მე ვაპირებ დაგათვალიერებინოთ ამერიკული სახლები. ამერიკული სახლები თავისი ღობეებით, მანქანებით და გაჩვენოთ როგორ განსხვავდება ჩვენი სახლის ინტერიერებისგან, გარედან და ალბათ რო გვექნება მე შიგნიდანაც დაგათვალიერებინებთ. ნახეთ როგორი ქუჩებია. აი ესეთი განიერი დიდი უზარმაზარი ქუჩებია. გზაჯვარი დინებით. დიდი გზაჯვარი დინებით. ახლა რა მინდა გითხრათ ხალხო? აი ეს სახლები. როგორ გითხრათ? ამ სახლებს ეძახიან რომ ეს სახლები არის ნახევრად ხის სახლები. ნახევრად ბეტონია, აგურია. ახლა ჩვენთან რო აშენებენ სახლებს, ჩვენთან რო აშენებენ. ნუ იქ გადაყვებიან თავს, ფუნდამენტი მიწავნა, მოითხაროს ის უნდა მოითხაროს, ნახეთ როგორი ბუნება არის. ეხლა ჩვენ მივდივართ ფეხით სამსახურში. მაგაში დაგათვალიერებინებთ. ეს არის ჰილამბილდის ბულვარი. და ერთადერთი რაც შეიძლება რომ აი აღინიშნოს, კაცი შვილი არასდროს არ დადის. ეს მანქანების მოძრაობა არის ხოლმე. ნახეთ როგორი გაშლილი ტრასაა, უყურეთ. გაშლილი და აი ესეთი მოთეთროფერი სახლებია. რა თქმა უნდა, აქაც კი არა, ყველგან ეგრეა, არის ძალიან დიდრული სახლები. ძალიან დიდრული სახლები, აი. არის ძველ სტილში, არის ვინტაჟური სახლები. აი ხა მე ამ სახლს დაგათვალიერებინებთ. და ნახეთ უბრალოდ რა სასწაულება არის. უყურეთ რამხელა სახლია და რამხელა ტერიტორიაა და აი როგორი ლამაზი არქიტექტურა არის. აი როგორც ჩვენთან ფილმებში რო არის ხოლმე, სახლი არის თავისი მოჩვენებებით, თავისი რა ვიცი მე ხალხით და აი ძალიან უზარმაზარი დიდი სახლია რა. ვიღაცას ეგონება რომ ეგ არის თქვენ რაღაცა. ხოლა რაღაცა ეგრე არ არის. თუ შეიძლება 1-2-3 ოჯახი ცხოვრობდეს, საერთოდ ხალხი აქ ერთად ცხოვრობს. არის ესეთი დიდი სახლები, რომელსაც აქვს სხვადასხვა შესასვლელები და ცხოვრობს ხალხი. ეხლა გადმოვინაცვლოთ მარცხენა მხარეს და შეხედეთ რა სილამაზეა. უბრალოდ უყურეთ. აი ეს ტყე ეს თავიანთი მანქანები, რომელთაც რა თქმა უნდა არ დადიან მაგ მანქანებით. აი ესე თავიანთი ავტოპარკის ძველი არის, მერე უფრო ახალი. ეს ამერიკის დროშად ხალხი ცხოვრობს. ნახეთ როგორი კონდიციონერები აქვს. სხვათა შორის ამერიკაში ერთხელ თუ რამე მოწონთ ძველი მოწონთ, იმას აღარ შეცვლიან. აქ არის როგორც ძველი, ისე ახალი ტექნოლოგიები, ვისაც უნდა 21 საუკუნეში ძველი ტექნოლოგიებს ისარგებლებს და ექნება ყველაფერი ის, რაც შეხედეთ როგორი სახლია, ნახეთ.
როგორი ლამაზი სახლია უყურით. ძალიან ლამაზი სახლია. უზარმაზარი სახლებია. თავისი ეზოებით, ნახეთ თავიანთი შესასვლელებით აქ არ არის რომ დაკეტილია, კლიტი ადევს და რაღაცეები. არ ვიცი ახლა რამდენად, აი აქ მაგალითად ძაღლი ახადია დიდი, თუ გამომივარდა მე ვშო. აი ნახეთ კიდე ერთი სახლი გამოჩნდა, მაგრამ სულ ტყეში არის ჩაფლული. ეს არის აი ღობედ რომ მთავრდება. როგორ მთავრდება? უბრალოდ შეხედეთ ამას. შეხედეთ ამას. რაღაც სასწაულება არის. და ერთი კიდე რა მინდა გითხრათ ხალხო. აი ჩვენთან რო იციან, აი რაღაცა ორშეთი უნდა დადიოდეს და ვიღაცა რაღაცით უნდა დადიოდეს, რომ ვიღაცას აჩვენო და ვიღაცა გაგიჟდეს თქვენ მანქანაზე. არა, აქ ეგრე არ არის. აქ არავინ არაფრისგან არ გაგიჟდება, იმიტომ რომ აქ არის გემოვნების საქმე. აქ ხალხი ცხოვრობს ამერიკაში. ეხლა დანარჩენ ამერიკაში არ ვიცი როგორ ცხოვრობს, მაგრამ იდეა ერთი და იგივეა რა. აი როგორც აისე რო თქვა, უბრალოდ რო თქვა, აი რაც ამყავს ის მაგმაყოფილებს რა და სხვათა შორის აქ საშუალება რომ ის ბოლო მოდელის პორშეც იყიდო, შეხედეთ რა სახლია. ეხლა მოდის ეს დღესასწაული რო არის ეს უჟასებს და რაღაცებს გამოფინავენ. აი შეხედეთ, ამას შეხედეთ პროსტო. სამხედრო სახლი, ერთი მანქანა, ორი მანქანა, სამი მანქანა, ეს 4 მანქანა, სულ არის ეგ მაგოჯახს ემსახურება ეგ მანქანები და მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს. Volkswagen-ი ეყოლება, Porsche ეყოლება, Lincoln-ები დადიან, რა ვიცი მე, აი ესეთი რაღაცა მანქანები აქვს, რომ აქ არავის არ უყურს. აი შეხედეთ, როგორი სილამაზეა სახში შესასვლელი. უყურეთ. ნახეთ. აი ესი არის კერძო სახლის გაფორმება. როგორ არის გაფორმებული შეხედეთ. აჰა, მე ცოტა დავაშორებ ახლა ამას. უყურეთ. სადღე თუ გინახიათ აი ესეთი სილამაზე უყურეთ. აჰა, ხან მარცხნივ გადავიღებ, ხან მარჯვნივ გადავიღებ. ანუ ხვდებით. როგორ არის აქ საქმე. ძალიან დიდი სილამაზე, არ ვიცი ეს. რაუშვებოთ, აი ეს არის მაგალითად ეზო. აი ეს არის ეზო. მაგრამ შემოღობილი არ არის. აქ არ ღობავენ არაფერს. არ ღობავენ. არის შემოღობილებიც არის. მაგრამ შეხედეთ. შეხედეთ, აი ეს არის შესასვლელი და სად მიდის უყურეთ. აჩა სასწაული მყუდრო კომფორტული სახლებია ძალიან. იმას შეხედეთ. აი ვიღაცას ეგრე უნდა და აი რაღაცა გამწვანება შემოიფარგლა იქ რაღაცა იქ ორი ხე. აქეთ რაღაცა, აქეთ კიდე რაღაცა, აქეთ ტყემალი თუ რაღაცა და აი ესე ცხოვრობს ბუნებაში სხვათა შორის აქ. ნუ ციყვები როგორც მაგალითად როგორ ტრედები. აი ეგრე არიან, შეიძლება ფეხის დაადგა, იმდენები არიან. ეხლა მე შემიძლია აი ამ ნაძვებში შეხედეთ. აი ამ ნაძვებში უბრალოდ კამერა შევყო და დაგანახოთ იქ რასთან აქვს საქმე, შეიხედეთ, ნახეთ. შეხედეთ, რაღაცა სილამაზე არის შორს. რომელიც აი ესე არის, ვერ გაიგებს, სად არის, ვინ არის. რაღაცა სილამაზე არის, ნუ ეს რაღაცა ტრეილერი უდგა შეგრით. არის თვითმფრინავი უდგა სახში, ვერტალიოტი უდგა სახში. ნუ გემებზე ხო ლაპარაკი აღარ არის. ახლა გაჩვენებთ კიდე ერთ სილამაზეს. აი ეს არის გზა. აი მანქანები სვეტაფორებზე დგანან. და უცბად გამოჩნდა ესეთი რაღაცა. ესეთი რაღაცა გამოჩნდა შეხედეთ. ყველაფერი ნათქვამია, უკან დიდი გარაჟები, შეხედეთ იქ რაღაცა კიდე სასახლე. ანუ ეს სასახლეებში ცხოვრობს ხალხი, აქ სახლებზე აღარ არის ლაპარაკი. ეს არ არის სახლი. აქ არის ალბათ ერთი 20-25 ოთახი, რაღაცა ისა. არის ძალიან ისეთი ის არის რა, აი живут на размаху რა, როგორც აი რუსები რო იტყვიან, აი ეგრე რა, აი ჩვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს ხალხი როგორ ცხოვრობს просто. აი ჩვენთან რო აი
გაზის ფული როგორ გადავიხადოთ, დენის ფული როგორ გადავიხადოთ. აქ მსგავსი ეგეთი რაღაცა ამას შეხედეთ. აი ეს მაგალითად იყიდება. აი, ვიღაცა არის ბროკერი თუ ხო, ჩვენთან მაკლიერს ვეძახიან და აი ეს რაღაცა შეხედეთ. აი რაღაცას რატო ვიძახი, იცით? აი ეს არის ეს სახლი არ არის, ეს არის რაღაცა სკოლა. რომელიც აი უყიდება, მისამართი წაწერია, ნომერი წაწერია, ვიქტორ სალვო ყიდის ვიღაც. ვიყიდ ხო, ბროკერი. შეხედეთ, просто უყურეთ. ამის შესასრულებელი ნახეთ და რა ვიცი, ები არ არის просто. აი იქ არის შიგნით სასახლეში არის სახლები და ასე შემდეგ. ო, აქეთაც რო გადმოვინაცვლოთ, აი ესეთი სილამაზე გვაქვს. შეხედეთ, ნახეთ. თქვენი სურვილი თუ იქნება ესე როცა დილით სამსახურში წავალ აი ესე გაგაცნობთ ხოლმე მოკლე აბზორი იქნება მოკლე პატარ-პატარა ვიდეო ვიზდე ეს თქვენთვის მე არანაირი შემოსავალი აქედან არც მაინტერესებს ეს საქმე უბრალოდ მე მინდა რომ თქვენ ნახოთ ხალხი როგორ ცხოვრობს 21 საუკუნეში აქ ერთად არის აი ეს არქიტექტურა შერწყმული საერთოდ დაწყებული გზებიდან, ღობეებიდან, ყველაფრიდან, როგორც ვისაც ძველი და ახალი ერთმანეთში გადადის. აი, თქვენ რო ამათ საიტებზე შეხვიდეთ, მაგალითად, საოჯახო ტექნიკა რო იყიდება. საოჯახო ტექნიკას მოიძიებთ ჩვენთან 80-იან წლებში რაც იყიდებოდა SSR-ის დროს. კასეტიანი მაგნიტოფონები, პლასტინკები კიდე არ ვიცი ახლა ბაბინები ეგ არ მინახია, მაგრამ იქნება. ყველაფერი არის და შეიძლება აქეთ მეორე თაროზე შეგხვდეთ, ვთქვათ მაგალითად, რაღაცა ბოლო მოდელის, ახლა ტელეფონებზე აღარ ვლაპარაკობ. რაღაცა რა ვთქვათ იყოს, ახლა მე მაგნიტოფონზე ვლაპარაკობდი და შეიძლება იყოს ისეთი რაღაცა, რომ თითო ლაპარაკობდეს, ჩაიქდე, გამოიხდე და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება გვერდზედოს კასეტებიანი რაღაცა მაგნიტურა, რომელიც ჩვენთან ეგ უკვე ეგ ძველი რაღაცებიც მე მგონი ანტიკვარი არის და მაგასაც დიდი ფასი აქვს. აი ესეთ სილამაზეებში ცხოვრობს ხალხი. მე ახლა ვიღაცამ შეიძლება დაიწყოს, იცი რა, ახლა ეს ბიჭი გვაჩვენებს ჩვენ ეს ხალხი ქირით ცხოვრობს თუ იმით ცხოვრობს. აი მე თქვენ გაჩვენებთ როგორ სახლებში ცხოვრობს ხალხი და ხა მე მაგას ვერ გეტყვი, შიგნით ვინ ცხოვრობს ახლა გირაოთი, ვინ ცხოვრობს ქირით და ვის კიდე საკუთრებაში არის, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სახლები არის კერძო და აი ახლა უყურეთ აი ხო არის გახსნილი ეს ყველაფერი, ხო? ამას თქვენ გაჩვენებთ, რომ აი ესე დადგმეთ ისი ამონოთ სახლები ნახოთ. და ნახოთ შეადაროთ, რაღაცა შედარება გააკეთეთ. აი უყურეთ ეს გზას ტრასა არის, გზა არის. აი ეს არის მესერი, ნახეთ როგორი მესერი აქვს. უბრალოდ აი სეტკა არის, ამათ უნდოდათ ახლა. ხო, მე გაჩვენეთ ღია რომელიც ამას მაგალითად მესერი უნდოდა რაღაცა და აქვს კიდევაც. ანუ აქ შეიძლება ღობეც კონდეს. აი ხლა ეს არის მაგალითად სახლის სკოლა, მოდი ეგრე ვთქვათ, ან რაღაცა და აი მომცრო სახლები არიან, მაგრამ ამათი მომცრო სახლები ჩვენი არის ალბათ, აი როცა ძალიან დიდ სახლებს რო ეძახიან რა. ძალიან დიდ სახლებს რო ეძახიან, ეგ არის. მე თუ დრო გვექნება და თუ არ დამაგვიანდება, აქ რომ მუშაობ სამსახურში. ოკეანეზეც ისევ ჩავალ და თქვენ საყვარელ რუბრიკას გადავიღებთ. უყურეთ აი როგორი სტატუეტკა უდგას, ახლა მე ამას გაჩვენებთ ნამდვილად. ამას შეხედეთ. არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ როგორი რაღაცა ნიშნავს. ხალხი აქ გათვლილი არის. რაღაცა კარების წინ აი შეხედეთ ამას. ციყვი ჩამოვიდა ახლა. არის შინია არაფრის, ახლა შეიძლება გზაზე გადავიდეს. უბრალოდ აი რა ფაქტი დავაფიქსირეთ ახლა ეს თქვენ რო ნახოთ. ძალიან ბევრი არიან ესეთი რა, როგორც აი ტრედები, ჩიტები. არც გარბის, არც შეშინია უბრალოდ.
აპირებს ახლა მოსვლას. აი ესეთი ბუნება არის და ესეთი ტყეებია. ეხლა ჩვენთან მაგალითად ჩვენთან მთები არის და მთების სილამაზე და რაღაცა ჰაერი. ნუ ეხლა მთები არ არის აქ, მაგრამ მთები არ არის, სულ ვაკი არის, მაგრამ ბუნებაზე არ ვიდაოთ. ბუნება ყველგან არის, ნუ ეხლა ჩვენი მაინც განსაკუთრებულია, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენი მაინც ჩვენია, ეს სხვისი მაინც სხვისია, მაგრამ როცა აქ ცხოვრობ, შეიძლება თქვა, რომ პატარა რაღაცის მონაწილე და რაღაცის მაყურებელი შეიძლება ადამიანი შენთანაც იყო. დღეს ცოტა ესეთი სუყე ვიდეო გამოგვივიდა. უკეთეს ვიდეოებს გადავიღებ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი არის სანახავი, აქ სულ ყოველდღე რო გადაიყვა ყველაფერი. ამას ვერ მორჩები, აი ხალხი როგორ ცხოვრობს, წირა აქვს. თავიანთ წინა ეზოებს აიანას შედიხარ ალამაზებენ, მაქსიმალურად ალამაზებენ რაღაცა ნატურები ჩართული აქვს, ციმციმები. ჩვენთან მაგალითად ახალი წელს რო რაღაცას გამოკიდებენ და მე ისე ალაგებენ ხოლმე. არა. გამოკიდული არის და всё. კიდე რა შემიძლია თქვა? აი ეს მთლიანია ეს. ქალაქი არის, აი ესეთი გზაჯვარედინებია. არ არის ტუპიკები და რაღაცებს ვეძახენ, ეგეთი რაღაცები არ არის. აი შეხედეთ, როგორი მყუდრო სახლია. არ არის მაღალი, მაგრამ დიდი სახლია. ახლა ჩვენ ოკეანის პარალელური ქუჩა არის ეს. ამის დაბლა ქუჩა არის უკვე ოკეანე. როგორ გვექნება იქაც გავიხედავთ რა ხდება. აი ეს მაგალითად ხალხო არის ოკისა. ეს არის რესტორანი, აი უყურეთ აწერია კიდევაც. აი რესტორანია. და ნურავის ნუ ეგუნება რომ აი მაგალითად აი ესე ქუჩაში მოვდივარ და შეხვდა რესტორანი, ხო? არავის ნურავის ნუ ეგუნება რომ ეს არის საკუთარი რაღაცა ტიპის რესტორანი. არა. ეს არ არის ნამდვილად. ეს ყველაფერი ეკუთვნის სახელმწიფოს. სახელმწიფოს ეკუთვნის აქ ყველაფერი. როცა იძახიან რომ ამერიკაში არის კერძო საკუთრება და რაღაცეები, ხო? შეიძლება სხვა ვიღაცა ის კონდეს, რა ქვია, აი უყურეთ როგორ არის იქ განათებული. ამოდით ამასაც გადავიღებ. კერძო საკუთრების ცნება როგორც ასეთი, აი აქ არის ყველაფერი საკუთარი, ეს არის ყველაფერი ვიღაცის, ეს არის ყველაფერი ტყუილი. მაღაზიებიდან დაწყებული. აქ ყველაფერს აკონტროლებს მთავრობა. და ყველაფერი განაგებს მთავრობა. და ყველაფერი არის მთავრობის ხელში. მთავრობასთან შეგიძლიათ რაც გინდათ ის მოაგვაროთ, რაც გინდათ ის. მაგრამ საკუთრებაში თქვენ არ გადმოგეცემათ აქ არც მიწა, არც რაღაცა. ნუ იჯარით იქნება ალბათ რა ვიცი როგორ ჩვენთან არის. აი კიდე ერთი რესტორანი, ახლა ამას გაჩვენეთ, როგორ არის გარედან მორთული. ეს სახლი ნახეთ. დიდრული რაღაცაა, ხო? აბა გარეთ ნახეთ. აქ ხო აი როგორც ვიძახდი, ძალიან ბევრი არის აქ სანახავი, ძალიან. ყველაფერი საინტერესო არის. აი შეხედეთ, ეს არის რესტორანი. და ეს არის მორთული. ოპენო. ეხლა რომელი საათი არის? აქ იქნება სადღაც 7 არ იქნება, მაგრამ ღია არის. როგორეთ? 7 არის ღია არის და ამიტომ Staten Island-ი ხალხს ძალიან მოსწონს, იმიტომ რომ არის ძალიან სიმშვიდე. შეხედეთ რა სილამაზე არის უბრალოდ. სხვაგან ეგეთ რაღაცას ვერ ნახავთ. სიმშვიდე არის აქ ეს ვიძახიან რაღაცა. ბრუკლინი და რაღაცები, არა, ეგეთი რაღაცები აქ. იქ ხალხი რაღაცა ესე მჭიდრო ცხოვრობს იქ რაღაცა.
საერთო შესასვლელები რაღაცები აქ ეგრე არ არის. Ну, ყველგან შეიძლება ინახოს ესეთიც, მაგრამ აი ახლა Încă am o ituga. Ale გამჩა ჩვენი ოკეანეც. ამოჩნდა ჩვენი ოკეანეც. ოკეანის მერე ცალკე გადავიღებ ხოლმე თქვენთვის. ახლა უნდა გაჩვენოთ რაღაცა სასწაულის ახლა. აი ეს მანქანები მაგალითად. აი რომელიც უდგათ პროსტა აღარ ჭირდებათ. ესეთი რაღაცა. ეს ამერიკული მანქანები არის ძალიან ფასობს. აი ამის ნახება მინდოდა თქვენთვის შეხედეთ. შეხედეთ უბრალოდ ეს არის სახლი. სახლი არ არის ეს რა, უბრალოდ სასახლე. ჩვენთან ესეთები არის, რა ვიცი მე. ახლა ეს გუმბათი ადგას. და მავზოლეუმივით არის. და აუცილებლად აწერიათ აი ეს შესასვლელებში აწერიათ დიდათ უნდა ეწეროს სახლის ნომერი. ეგ აუცილებელია, იმიტომ რომ აქ ხალხი მაპით დადის და აუცილებლად არ უნდა გაუჭირდეს სახლის მოძებნა. სახლის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს. ესეთი რაღაცა. ისე რომ აი ეს არა, აქ ხალხი რომელიც დღეს შეიძლება ერთი მოსწონდეს იყიდოს მოიყვანოს შეხედეთ რა მხელა მანქანა არის პროსტა. აი ეს არ ვიცი რა მხელა რატო არის, მაგრამ აი დაჟე უკან ვეღარ გავდივარ ისე ახლო დიდი ჩანს ნახეთ. ახედა რა მხელა მანქანა არის და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა შეიძლება ვიღაცას გონიო რომ ვიღაცა სპორტსმენი ტიპი გამოეხლა და მანქანას დაჯდება არა. გამოვა აქ სადღაც ერთი 50-55 წლის ახალგაზრდა გოგო. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი მანქანაში ჩახტება და გააჭენებს. ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე ეგეთ რაღაცას. აი მაგალითად ცხოვრობენ უკრაინელები ცხოვრობენ, რა ვიცი, ესეთი დასახლება არის. ეს ფეხით რაც გამოვიარეთ. ახლა კიდე გაჩვენოთ. ახლა ჰელოუინი მოდის ამ თვის ბოლოს და აი ესეთი რაღაცები უდგათ ხალხს უკვე. რა ვიცი, მე ბუას ვეძახი. ახალი მანქანები არის. ახალი მანქანები არის აქ. აქ არავის არ უგეს ეს მანქანები, ამ მანქანებს ჩვენთან როგორც ეფერებიან. ვიღაცას გარაჟის გარეთ უდგა, გარაჟი აქ, აი ერთი გარაჟი, ორი გარაჟი და ლინკოლნი უდგა. არ არის პრობლემა. ახლა გაჩვენეთ მე. აი როგორ შეხვდება ეს ხალხი ჰელოუინს. ნახეთ. აი ეს რაღაცები აი თქვენ თვითონ შეაფასეთ ნახეთ. აი ამათებული სილამაზე არის უგაკრული ყველაფერი. იქ რაღაცა პრივიდენია შედის, აქ ბუა, აქ სკილეტი. ესეთი რაღაცა რა. აი ამათებული სილამაზე არის აი ესეთი რაღაცა მორთვა, გარედან რთავენ ძალიან მაგრად. აი ხა ამ სახში ხედეთ და დავამთავროთ ვიდეო. აი სააკაშვილს რო ეუბნეოდნენ რომ შენაო ძალიან დიდ სასახლეში ზიხარო. აი შეხედეთ აქ არ არის სააკაშვილი. აქ ცხოვრობს ერთი რიგითი მოქალაქე. არც პარლამენტარია, არც ვიღაცა დიდი ნაჩალნიკი რა, ესე რომ ვთქვათ. აი ეს სახლია და ცხოვრობს. იმიტომ რომ ალბათ ეს არის ამერიკა პროსტა და ვისაც უნდა რომ რაღაცით გაოცდეს, შეხედეთ რა მანქანა არის. ყველას დიდი მადლობა. კარგად იყავით, გადავიღებ თქვენთვის საინტერესო რაღაცებს. თითქმის ყოველ დღე
და თქვენ ნახოთ ისი ამონოთ გაერთოთ ვისაც რო გექნებათ უყუროთ და ამაში მეგონი ძალიან კარგია. აი ესეთი სახლი არის, აი ამ სახლში ვცხოვრობ მე. ესეთი რაღაც. აი ესენი გარეთ არის, რა ვიცი, ფერების მიხედვით. აქ ახლა ჩვენთან როგორ არის? ტესლა ყიდულობენ აქ ფერების მიხედვით. ფერების, ანუ შეიძლება ქონდეს თეთრიც, აი ხო შეიძლება თქვა რომ აი მაგალითად კუბატურა არ მომწონს, ცოტა სუსტი მოტორი აქვს და მე მინდა ცოტა ჩვენთან ეგრე არის, ხო? 1.6 უნდა ვიყიდო 3.0 ან რაღაცა უფრო კარგად გარბოდეს, უფრო კარგად ეწევდეს. არა, აქ მაგალითად ამას ხავს შავი ტესლა და ახლა ეს ფიქრობს რომ არა, მე მინდა თეთრი. ვიყიდის თეთრს, მე მინდა წითელი მწვანე და ეს ფერების მიხედვით აქვთ. თქვენ ალბათ ხვდებით რაზეც ვლაპარაკობ. იმას გადაღება აღარ დასჭირდება. ყველანაირი ფერი ექნება. აი მაგალითად ქუდი რო იყიდო, წითელი შავი ლურჯი და აი ეგეთ პუნჩი არიან რა. ყველას დიდი მადლობა. კაი დღეს გისურვებთ ყველას. კაი ღამეს ზოგს, კაი დილას და კაი საღამოს და ასე შემდეგ. მადლობა ყველას.